დასავლეთი ასანქცირებს ივანიშვილის პრეზიდენტი აჯილდოებს. კობახიძემ დღეს ყაველაშვილს ძალოვანი უწყების 11 პირი დააჯილდოებინა ღირსების ორდენით. კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ასე წერია ადმინისტრაციის გვერდზე. დაჯილდოებულია ვახტანგ გომელაური, შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი, იოსებ ჭელიძე, თეიმურაზ კუპატაძე, ვაჟა სირაძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური, მირზა კეზევაძე. მოდი ვნახოთ რამდენიმე კადრი. ამ კადრების ხილვის შემდეგ დღეს მედიას გაახსენა დაჯილდოება მოსკოვში 2010 წელს სერგეი მაგნიცკის ციხეში დაღუპვიდან ზუსტად 1 წლის თავზე რუსეთში პოლიციელის დღეზე საჯაროდ გამბედაობისა და თავდადებისთვის დააჯილდოვეს ის სამართალდამცველები, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ მაგნიცკის გახმაურებული წამების საქმეში. ისინი იყვნენ სიაში, სწორედ მაგნიცკის სიის დაინიცირების საპასუხოდ დააჯილდოვეს. მაშინ ეს პოლიციელები მაგნიცკის სიის საპასუხო ნაბიჯს ხედავთ ოცნებისგანაც, თუმცა არა მხოლოდ შტატების სანქციის. დააჯილდოვეს ყველა, ვინც ბოლო თვეების მანძილზე მოხვდა ამერიკის გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის სანქციებში. ზოგს ფინანსური სანქცია შეეღო, ზოგი მაგნიცკის სიაშია, ზოგს სავიზო შეზღუდვა. ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მეხუთეა ჩეხეთი ეროვნული სანქციით. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკი წერს, რომ მიზეზი არის მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში პროტესტის სასტიკ ჩახშობაზე. ჩვენ ისინი არ გვინდა ჩეხეთის რესპუბლიკაში, ასე დაწერა მინისტრმა. მედია ასაჯაროებს სახელებს აგვარებს, ეს არის ზვიად ხარაზიშვილი, გედედეს უფროსი, ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსი და მირზა კეზევაძე ხარაზიშვილის მოადგილე. სხვათა შორის ჩეხეთის მთავრობაში ითქვა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეხეთი სანქციებს აწესებს ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის და კონტექსტისთვის იქვე წერია, რომ წინა შეზღუდვები დაწესდა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდაჭერისას. რა გავლენას ახდენს პერსონალური სანქციების სისტემაზე, რა ეფექტი აქვს მას, რეალურია, რომ თითქოს არ აწუხებთ ეს თუ ეს არის ფასადი, ამაზე ვისაუბრებთ გადაცემაში. აი, ვისაც აქამდე მედიასთან გაუკეთებია კომენტარი, ან ამბობს, რომ ეს არ აწუხებს, ან არ ელუდება საერთოდ სანქციას, ასეთ იყო მაგალითად ხარაზიშვილი, ეს კომენტარი 2024 წლის მაისშია ჩაწერილი. ბატონო, დღესაც აპირებთ ახალგაზრდების ცემას, დღესაც აპირებთ ბატონო. ახალგაზრდებს არ ვშენ, მე ვშენ არაკაცებს. ვის მაგალითად? აი, სია გვაქვს, ეხლა გაჩვენი ფოტოქარი. აი, ნუ იგები. ბატონო, უნდა დაგასანქცირონ. აი, რა უნდა დამასანქცინო. გედედეს უფროსი მედია არქივს ასევე შემორჩება დეკემბერში თავისუფლების მოედანზე გაკეთებული კომენტარით, როდესაც მას ჟურნალისტმა კითხა, აბა რუსეთს ჩავაბაროთ ქვეყანა. ამ დროს არ იყო სანქცირებულთა სიაში ხარაზიშვილის მოადგილე კეზევაძე, მას ამ თემაზე გასული წლის შემოდგომაზე პირველი ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა. ახლა უკვე მირზა კეზევაძე ამერიკის მაგნიცკის სიაშიცაა, სავიზო შეზღუდვა კი აქვს დაწესებული ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ჩეხეთის, გერმანიის მიერ. სწორედ მირზა კეზევაძეა ის პირი, ვისაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი შაიშმელაშვილი ფიზიკურ თავდასხმაში ადანაშაულებს. შაიშმელაშვილმა გადადგომის შემდეგ ისაუბრა ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაზე, მათ შორის ოჯახის წევრების მისამართის მან სამსახური დეკემბრის დასაწყისში დატოვა. პატაკში კი მიზეზად ოჯახური პირობები დაასახელა. ეს პატაკი 3 დეკემბრით თარიღდება, მან Facebook-ზე გამოაქვეყნა და პოსტად საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო. მან ოჯახთან ერთად ქვეყანა დეკემბრის მეორე ნახევარში დატოვა, 26 დეკემბერს Facebook-ზე გამოაქვეყნა თბილისის აეროპორტში გადაღებული ფოტო. მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ამერიკის საელჩოს საქართველოში. ქვეყნის დატოვების შემდეგ გავიდა ტელე-პირველის ეთერში პირველი ინტერვიუ, სადაც მან ისაუბრა ვრცლად, რა არის აქციის დაშლის წესი, რა ვნახეთ რეალურად, ვინ არიან პოლიციელების შავებში, რატომ არ ისჯებიან ისინი, როგორ იწვევენ პროვოკატორების დახმარებით ხელოვნურად არეულობას აქციაზე, ვინ არის ხარაზიშვილი, იგივე ხარება და ასე შემდეგ. ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის და დანაშაულის შესახებ გახმოვანებულ ბრალდებებს ეროვნულ დონეზე რეაქცია საერთოდ არ მოხოლია. ადეკვატურ ვითარებაში ალბათ გამოძიებაც უნდა დაწყებულიყო პროკურატურის მხრიდან ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მხრიდან, თუმცა ასეთი არ მომხდარა.